ტურისტული სეზონი ლაგოდეხში მუნიციპალიტეტში მერის ჯონდომ დივნიშვილის განმარტებით ნაკადი ყოველწლიურად მზარდია და წელსაც წარმატებულ სეზონს პროგნოზირებს. ლაგოდეხში ვიზიტორებს მრავალფეროვან ტურებს სთავაზობენ, პარალელურად კი მუნიციპალიტეტში ვითარდება დიდი და საოჯახო სასტუმროებიც, რაც ადგილობრივებისთვის დამატებითი შემოსავლის პირობებს ქმნის. ლაგოდეხის ნაკრძალი ცნობილია მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი პირველი ნაკრძალი, რომელიც 1912 წელს დაარსდა. საკმაოდ ბევრი ვიზიტორები გვყავს მუნიციპალიტეტში, ველოდებით კიდევ უფრო მეტად რომ სეზონი გააქტიურდება. თუ სტატისტიკას გადავხედავთ და შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, ზრდა შესამჩნევია საგრძნობლად. ამას რა თქმა უნდა ხელს უწყობს მშვიდობიანი გარემო ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში რაც მნიშვნელოვანია. და აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი ვიზიტორების პარალელურად ყავს გერმანელი, ამერიკელი, ბრიტანელი ვიზიტორები, რომლებიც ძირითადად ნაკრძალს სტუმრობენ, რა თქმა უნდა. 10 ბილიკი გვაქვს სხვადასხვა სირთულის, რომელიც მინიმალური 800 მეტრიანია, ხოლო მაქსიმალური 40 კილომეტრამდე ადის. ძირითადი ატრაქცია არის ნინოსხევის ჩანჩქერი, რომელსაც ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან დღეს მდგომარეობით დაახლოებით 35%-ით არის რიცხოვნობა გაზრდილი ვიზიტორების და ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდგომ თვეებში, ზაფხულის თვეებში კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი გვეყოლება. ადმინისტრაცია ნაკრძლის ადმინისტრაცია და ცვლილ ტერიტორიების სააგენტო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ყველა ამ ბილიკზე იმისათვის, რომ გადაადგილება კიდევ უფრო მარტივი იყოს და უსაფრთხო იყოს ჩვენი ვიზიტორებისათვის. საკმაოდ ლამაზი გარემო გვაქვს, მრავალფეროვანი ფლორითა და ბუნებით, ფაუნითა ვართ დაჯილდოებულები, შესაბამისად ვიზიტორებიც ბევრი გვყავს. ინფრასტრუქტურის კუთხით, რაც შეეხება თვითონ ნაკრძლის ტერიტორიაზე ეწყობა მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, უნდა აღინიშნოს, რომ წელს პირველად მოეწყობა მათ შორის ყველაზე რთულ ბილიკებზე საშხაპეები, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს, ასე რომ ყველანაირი კომფორტი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტის სტუმრებისათვის. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობას მუნიციპალიტეტს, ჩვენ ყოველწლიურად ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ძალიან ბევრი პროექტებს ვახორციელებთ. პირველ რიგში თავისთავად ცხადია, რომ ეს არის ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობისათვის და შემდგომ უკვე თავისთავად ცხადია, რომ სტუმრებისათვის, ვიზიტორებისათვის ბევრი საინტერესო ახალი ლოკაცია იქმნება, არა მხოლოდ ქალაქში, არამედ სოფლებშიც, სხვადასხვა ცენტრალურ ადგილებში. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით და ქალაქ ლაგოდეხში 40,000 კვადრატულ მეტრზე მოეწყო მწვანე რეკრეაციული სივრცე, რომელიც მრავალფუნქციურია. სხვადასხვა აქტივობებით არის დატვირთული, საკმაოდ ბევრი ვიზიტორი და მნახველი ყავს, იმართება სხვადასხვა აქტივობები საღამოობით. მოკლედ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შეიძლება ითქვას, რომ ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი მუნიციპალიტეტი მზად არის თითოეულ სტუმარს დახვდეს ღირსეულად და ქართული ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობა მაღალ ხარისხში აჩვენოს.